გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. სიგიჟე პარიზის ქუჩებში. რა მოხდა ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე და დაჩაგრეს თუ არა ხვიჩა. მამარდაშვილის დებიუტი ლივერპულში. სასიხარულო ცნობა ქართველ მეკარეზე. სიახლეების დაწყებამდე კითხონა რომ დამიფასო ჩრომა და ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე თუ ახალი ხარ გამოიწერი არხი და დაეხმარე მას განვითარებაში. მადლობა თუ შენეხლა ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. მიქაუტაძე ესპანეთშიც გაამეფეს. როგორ ეხმაურებიან გიორგის თამაშს ვილიარეალში. როგორც მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ მიქაუტაძემ ლა ლიგაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. კერძოდ ქართველი ფეხბურთელის კლუბი ოსასუნას დაუპირისპირდა და მეტოქე 2-1 დაამარცხა. როგორც ყოველთვის მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, რომელმაც მინდორზე 90 წუთი დაჰყო და სადებიუტო გოლის გატანაც მოახერხა. აღსანიშნავია, რომ გიორგი მთელი მაჩის განმავლობაში აქტიურობდა და გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდა. ხოლო როგორც ჩანს დროის მცირე მონაკვეთში, მიქაუტაძე როგორც კლუბმა, ასევე ფანებმა ძალიან შეიყვარეს. მას კი ესპანეთში უკვე მეცა ხელით შეარქვეს. მეფე მიქაუტაძე. ასევე გიორგის თამაშს ვილიარეალის კომაგები შემდეგი კომენტარებით ეხმაურებიან. მიქაუტაძეს გოლის შემდეგ მივხვდი რომ გავიმარჯვებდით. მიქაუტაძის კრიტიკოსები სად არიან? მიქაუტაძემ არ საიდან დაგვაბრუნა. შემდეგ გუნდის მოტივირდა. შემდეგ მატჩი გიორგის დუბლს ველოდები. მიქაუტაძეს გოლის შემდეგ მივხვდი რომ სწორი ტრანსფერი გაკეთდა. წერენ ვილიარეალის კომაგები ინტერნეტ სივრცეში. აღსანიშნავია ისიც რომ მიქაუტაძის შესახებ ლიონის ლეგენდამ ლაკაზეტიმაც ისაუბრა. გიორგი მიქაუტაძემ საოცარი ნაბიჯი გადადგა და კლუბის გადარჩენას დათანხმდა. იმედი მაქვს ვილიარეალში შესანიშნავ რაღაცებს გააკეთებს და მომავალში ლიონში დაბრუნდება. განაცხადა ლაკაზეტმა. მე კიდევ ვძენ იმასაც რომ გიორგის შემდეგ შეხვედრას დღეს სევილიას წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა კი ღამის 12-ის ნახევარზე დაიწყება. როგორც მოგეხსენებათ დღეს ინგლისის კარაბაოს თასის მე-16 ფინალში გიორგი მამარდაშვილის ლივერპულის მეტოქე საუთემპტონი გახლავთ. მატჩი კი საქართველოს დროით 11 საათზე დაიწყება. ხოლო უამრავი გამოცემა წერს იმის შესახებ რომ ამ შეხვედრაში გიორგის დებიუტი უნდა შედგეს. ასევე წითლების ვებგვერდზე ქართველი მეკარის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც გიორგი მრავალ საინტერესო თემაზე საუბრობს. ბევრი ვიშრომე და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ჩემი დებიუტი შედგება. ჩემი პირველი ოფიციალური თამაში. ძალიან მიხარია. არ აქვს მნიშვნელობა ვითამაშებ თუ არა, სად უნდა ვიყო. ამისთვის ყოველდღე მუშაობ. ალისონი ძალიან მეხმარება გაუმჯობესებაში. როდესაც ბავშვი ვიყავი, ოცნებას გავდა ისეთ ფეხბურთელებთან შეხვედრა, როგორებიც ალისონი, ვან დეიკი და სალაჰი არიან. ახლა მათთან ერთად ვარ და ძალიან მიხარია. გუნდში ძალიან ბევრი ხარისხიანი მოთამაშეა. ეს მანამდეც ვიცოდი, მაგრამ რაც ვნახე სიგიჟეა, ნამდვილად სიგიჟე. ფიქრობ, ყველა ტურნირი მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ. ამიტომ ჩვენ ბოლომდე დავიხარჯებით. აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილი 25 ნომრით იცავს ლივერპულის ღირსებას, როგორც წლების წინ ესპანელი მეკარე პეპე რეინა. ხოლო თუ რატომ 25 ნომერი, ამაზე გიორგი ამბობს. მამაჩემიც მეკარე იყო, რომელიც 25 ნომრით თამაშობდა. ალბათ ამ მემკვიდრეობაც გავაგრძელებ. პეპეს ვილიარეალში შეხვდი, როდესაც მის წინააღმდეგ ვითამაშე. ის ძალიან კარგი ადამიანია და ასევე ძალიან კარგი მეკარე იყო. განაცხადა მამარდაშვილმა. მე კი შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა პრესეზონზე ამხანაგურ მატჩებში ითამაშა, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრებში ჯერჯერობით ინგლისური გრანდის ღირსება არ დაუცავს. ამიტომ დიდია ალბათობა, რომ დღეს გიორგის დებიუტი შედგეს. ჩვენ კი ერთად უგულშემატკივროთ ქართველ მეკარეს. როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ლიგა 1-ის მეხუთე ტურში გადადებული ელ კლასიკი ჩატარდა, სადაც პარი სენ-ჟერმენი სტუმრად მარსელს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით 1-0 დამარცხდა. შედეგად ლუის ენრიკეს გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველად დაკარგა ქულები. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ქართველ შემტევს კი გოლის გატანის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ მიზანს ვერ მიაღწია. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ფუტმერკატომ ქართველი ფეხბურთელის თამაში 6 ქულით შეაფასა და შემდეგი კომენტარი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელი პარი სენ-ჟერმენის შემადგენლობაში ყველაზე სახიფათო მოთამაშე იყო, თუმცა დღევანდელ საღამოს განსხვავების შექმნა ვერ შეძლო. იმის მიუხედავად, რომ ცვალების წინ აქტიურად თამაშობდა, მისმა დარტყმულმა რული წელს ახლოს ჩაუარა. ასევე 54 წუთზე კიდევ ერთი მცდელობა ჰქონდა, მაგრამ უშედეგოდ წერია გამოცემაში. მაგრამ ნათელი იყო, რომ ფეხბურთელების გონება მთლიანად ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე იყო გადართული და ფეხბურთელები დიდად კონცენტრირებულები ვერ იყვნენ. როგორც მოგეხსენებათ, PSG მარსელის შეხვედრა 21 სექტემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ უამინდობის გამო შეხვედრა 22 სექტემბერს ჩატარდა. ხოლო PSG-ს ბევრი მცდელობის და მიუხედავად, მათ მარსელის დათანხმება ვერ შეძლეს, რათა შეხვედრა სხვა დროს ჩაენიშნათ. საბოლოოდ კი მრავალი ფეხბურთელის ოცნება უხდენელი დარჩა. ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ ხვიჩა, რომლის მიზანიც გახლდათ, რომ ამ დაჯილდოებაზე კიდევ ერთხელ მოხვედრილიყო და შეეგრძნო ის საფეხბურთო აურა, რაც იქ ტრიალებს. ამის გამო კი ქართველი ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, ძალიან დამწუხრებული იქნება. რაც შეეხება ოქროს ბურთს, ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის ოქროს ბურთის ფინალში მოხვდა და საბოლოო სიაში მე-12 ადგილზე გავიდა. ინფორმაციას კი გამოკითხვის ორგანიზატორი გამოცემა France Football-ი ავრცელებს. ქართველმა კი მსოფლიოს ფეხბურთის ისეთ ვარსკვლავებს გადაუსწრო, როგორებიც ვინისიუსი, რობერტ ლევანდოვსკი, ჰარი კეინი, ლაუტარო
მარტინესი, ჯუდ ბელინგემი, დეზირე დუე და სხვები არიან. მაგრამ მრავალი ადამიანი ხვიჩას მინიმუმ ათეულში ელოდა და ეს სრულიად სამართლიანიც იყო, რადგან გასულ სეზონში ხვიჩამ ყველა შესაძლო ტიტული მოიგო და ამ გამარჯვებებში საკვანძო ფეხბურთელი სწორედ კვარაცხელია გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩამ მე-12 ადგილზე გასვლით საქართველოს რეკორდი დაამყარა, სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ იმ ფაქტს, რომ ხვიჩა დაჩაგრეს. მაგალითად, ფრანგი და იტალიელი ფანები შემდეგ კომენტარებს წერენ. ხვიჩა აშკარად მეც იმსახურებდა, ათეულში მინიმუმ უნდა გაიყვანათ. კვარაცხელია დაიჩაგრა, მან 2 ტოპ ჩემპიონატი მოიგო, მაგრამ მაინც ათეულს მიღმა. ვინ მისახმა? კვარაცხელია ბევრად წინ უნდა იყოს. ჩემი აზრით, ხვიჩა მე-7 ან მე-8 ადგილს იმსახურებდა. წერენ სოციალურ ქსელში. ოქროსბურთის გამარჯვებული კი როგორც ვიცით, უსმან დემბელე გახდა. პარიზის ქუჩებში კი სრული სიგიჟე ხდებოდა და გუნდის ფანებმა დემბელეს გამარჯვება საკმაოდ დიდი ხმაურით აღნიშნეს. ფრანგი ფეხბურთელი კი გახდა ისტორიაში მე-10 ფეხბურთელი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და ოქროსბურთი აქვს მოგებული. თავად ხვიჩამ კი უსმან დემბელეს ოქროსბურთის გამარჯვება Instagram story-ით მიულოცა. ასევე დავძენ იმასაც, რომ ლუის ენრიკე წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. ასევე საუკეთესო მეკარედ PSG-ს ყოფილი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა დასახელდა. ამგვარად დაჯილდოვებაზე PSG-ს სრული ტრიუმფი ვიხილეთ და ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ გასულ სეზონში PSG მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იყო. რეალი მიიჩნევს, რომ ოქროსბურთმა პრესტიჟი დაკარგა. იანვარში წასვლას აპირებს. ვინისიუსი უკმაყოფილოა. ვინისიუს ჟუნიორი იანვარში მადრიდის რეალის დატოვებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი ესპანური გამოცემა El Chiringuito ავრცელებს. გავრცელებული ცნობით ბრაზილიელი შემტევი აქამდე უკმაყოფილო იყო იმის გამო, რომ მადრიდის რეალის ხელმძღვანელობა მას ხელფასი არ გაუზარდა, მაგრამ ჩაბი ალონსოს დანიშვნის შემდეგ მისი პოზიციები საგრძნობლად შეირყა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში სამეფო კლუბის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა 90 წუთი მოედანზე არასოდეს გაუტარებია, რის გამოც ვინი უკმაყოფილოა და თუ მომდევნო 2 თვის განმავლობაში სიტუაცია არსებითად არ შეიცვალა, ნავთსაყუდელის გამოცვლაზე სრული სერიოზულობით დაფიქრდება. ცნობისათვის 25 წლის ვინისიუს ჟუნიორი რეალში 2018 წლიდან ასპარეზობს. მან კი ყველა ტურნირზე გამართულ 328 შეხვედრაში თავი ასრა გოლით გამოიჩინა. მადრიდის რეალში მიიჩნევენ, რომ ოქროსბურთი ნაკლებად პრესტიჟული გახდა. ამის შესახებ კი მარკა წერს. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ სამეფო გუნდის დელეგაცია დაჯილდოების ცერემონიას წელსაც გამოტოვებს. ესპანური კლუბი პრიზის ბოიკოტირებას მას შემდეგ განაგზობს, რაც ჩარჩან ოქროსბურთი ვინისიუს ჟუნიორს არ გადასცეს. აღსანიშნავია, რომ ჯილდოზე ნომინირებულ რეალის ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს პარიზში ცერემონიაზე ჩასვლა არ ეკრძალებათ, თუმცა გუშინდელ დაჯილდოებაზე კლუბიდან არავინ მისულა. რეალში მიაჩნიათ, რომ ბოლო წლების ცვლილებებმა შეამცირა ჯილდოს პრესტიჟი და აქტუალობა. გარდა ამისა, მარკას ცნობით, მადრიდელები ჯილდოს სკეპტიკურად უყურებენ მასში UEFA-ს მონაწილეობის გამო. შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ფრანს ფუტბალმა ჯილდოს გადაცემის წესები შეცვალა. კერძოდ ოქროსბურთის გადაცემა არა კალენდარული წლის, არამედ სეზონის მიღწევისთვის დაიწყეს. ასევე შეიცვალა ჟიურიც. ახლა მასში FIFA-ს რეიტინგის ტოპ 100 ქვეყნიდან თითო ჟურნალისტი შედის. 2024 წლიდან კი UEFA ოქროსბურთის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახდა. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კითხავნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.